მოგესალმებით, ვერბოთ ნუბი, ეს არის უნუბი ტუტორიალი, არხის სადაც ვდებხობთ სხვადასხვა ტუტორიალებს, ხო და ეს არის ტუტორიალი OBS-ზე. OBS არის პროგრამა, რომელსაც შეგიძლიათ გახვიდეთ ლაივში, გადაიღოთ ვიდეოები და გქონდეთ კამერა. ხო, OBS-ი შეგიძლია კამერათაც გამოიყენო. ამ ვიდეოში რა თქმა უნდა ყველაფერს მაგაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ რაღაცა მთავარ ამბებზე მაინც ვისაუბრებთ ახლა OBS-ის და შემდეგ სხვადასხვა ვიდეოში შემოგთავაზებთ კიდე სხვადასხვა დეტალებს. როდესაც OBS ჩაიწერთ უკვე თქვენთან ესეთია, ეს არ გამოიყურება ესე, მაგრამ მე პირადად აი ამ source ვიყენებ აქეთ მხარეს, იმიტომ რომ მაგ მეორე ეკრანი და ჩემი ასეთ ყველა ვინც YouTuber-ობას აპირებს, ვიდეოს გადაღებას აპირებს, სტრიმერობას აპირებს, ან ნებისმიერ გავს რაღაც თემაში, ან საერთოდ კომპიუტერის გამოყენებას აპირებს, აუცილებლად უნდა გქონდეს მეორე ეკრანი. ეხლა ვფიქრობ, რომ ანუ ამ დროისთვის, როცა კომპიუტერის ყიდვაზე ფიქრობ, აუცილებლად ის უნდა იფიქრო, რომ მეორე ეკრანის უნდა იყიდო. რაღაცა ავტომატურად მოყვებოდეს მაგას. აი ძალიან ცუდი ეკრანი იყიდე, ძალიან იაფიანი ეკრანი იყიდე მეორე, ოღონ იყიდე მეორე ეკრანი, ეს იქნება ჩემი ესეთი რჩევა, ვინცაც ჯერ არ აუწყო კომპიუტერი, ან ფიქრობს, გვინდა თუ არა მეორე ეკრანი. მეორე ეკრანი გინდა. მეორე ეკრანი რო გექნება, მე მივხვდები, რომ აქამდე სად ვიყავიო, იფიქრე თუ არ ქონია აქამდე. მოკლედ, მეორე ეკრანზე მარჯვენა მხარეს მაქვს და ამას ეს აქ ვიყენია, იმიტომ რომ მარჯვენა მაუს გავწევ, მარტივად ვიყენებ ხოლმე. ეს პარტივი ტუტორიალი იმისთვის, რომ აი ესენი შეგიძლიათ სადაც გინდათ და გადაიყვანოთ, მიიყვანოთ, მოიყვანოთ. ეხლა იმედია დავიმახსოვრებ, რასაც ავიღეთ აღვადგენ ჩვეულებრივ. მოკლედ, ესენი შეგიძლიათ ამოძრავოთ, თქვენს გემოზე მოიწყოთ მთელი ამბავი. ეხლა კიდე რა არის ეს ყველაფერი, რომ განვიხილოთ, ამიტომ ამას აქ დავაბრუნებ და დავიწყოთ ესეთი ამბებით. მოდი ესე შეგიძლიათ ამოძრავოთ. ესე იგი, პირველ რიგში როცა OBS-ი ვიწერთ, ესე ამდენი რაღაც არ ხდება ჩვენთან, აი აქეთ მარცხენა მხარეს სიცარიელე გვაქვს და რომ დავიწყოთ რამე, უნდა დავიჭიროთ მარჯვენა ღილაკს, დავიჭიროთ add-ს, ან აქვე პირდაპირ პლუს მივაკლიკავთ, აი აქვე არის მარცხენა მხარეს პლუსი, ან პლუს მივაკლიკებთ და გამორჩება ესეთი რაღაცა. სცენა შექმენიო. სცენა პირდაპირ სცენა იქნება თქვენთან, შეგიძლიათ ამას სახელი დავარქვათ, მაგალითად, მთავარი კადრი. მაგალითად ესეთი სახელი დავარქვათ. და როდესაც ამას შევქნით, შემდეგ აი ეს მხარე უკვე ქრება. ანუ თავარ კადრის მხარეს გვაქვს არაფერი. მაგრამ აქ მაქვს მე ცალკე ნაწილი, სადაც სხვადასხვა რაღაცებია. მოკლედ თავარ კადრში, ანუ ჩავთვალოთ 0 და შევქმნით ახლა ეს ყველაფერი. და გვინდა რომ რაღაცა ხდებოდეს შენობებში, რაღაცა ის შავი რაღაც არ იყოს, რაღაც ხდებოდეს. ერთ-ერთი აქ შეგვიძლია ახლა აი ამ ნაწილში, სადაც ეს სიცარიელი გამოგვიჩნდა კითხვით ნიშნით, აქ უნდა დავამატოთ ის სხვადასხვა რაღაცები, რაც გვინდა რომ ჩანდეს. პლუსით შეგვიძლია აქაც იგივენაირად გავაკეთოთ, ან add-ის შეგვიძლია ის მარჯვენა ღილაკით add-ს გავაკეთოთ, ასევე შეგვიძლია აი ამ შავ წერილს ეკრანზე მარჯვენა ღილაკით მივაკლიკო და შემდეგ აქ არის add და აქედან შეგვიძლია დავამატოთ. მოკლედ აი ესეთი როგორც მოგიხერხდებათ, როგორც გესიამოვნებათ, ისე გააკეთეთ, მაგას მიაკლიკებთ როგორც გინდა. მე მაგალითად პირდაპირ ეკრანზე ვარ ხოლმე მიჩოული და ესე პირდაპირ აქედან add-ზე გადავდივარ, ან აქედან პლუს, ავი არასდროს არ გამომიყენებთ ისქეს პლუსი. მოკლედ დავიწყოთ, აი ესე მოდი ეკრანი გაჩვენოთ, თქვენ თარო კარგად გამოჩნდეს, არა ესეც არ ჩანს კარგად. კარგად უკვე გამოჩნდეს, აი ესე გამოჩნდება, ნორმალურია. პირველი არის აპლიკაციის აუდიო. ეს ახალ ვერსიებში არის უკვე დამატებული, ამის ძველ ვერსიებში არ იყო ეს. ეხლა მეც ძველ ვერსიას ვიყენებ, ახალ ვერსიებში აღარ გადავდივარ ხოლმე, იმიტომ რომ ამას მივიჩვე უკვე და ახალ ვერსიებში რაღაც ხანერია აიქონები დიად აღარ მოინტერესებს ხოლმე. ხო, OBS-ის ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. რაღაცა სასწაული განსხვავება არ არის, იგივე ხდება ფაქტობრივად იქაც ყველაფერი, უბრალოდ, ანუ ეს ყველაფერი რაც 29.1.1 ესეთი ვერსია მაქვს, აქ რაც ხდება, ესეც საკმარისი არის, რომ იცოდეთ. მოკლედ რა ხდება? პირველი არის აპლიკაციის აუდიო. ამის დამატების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, ანუ ესე მაგალითად დავამატებთ, აი აქ ჩამოგეშლება პირველი Windows-ში სხვადასხვა აპლიკაციები. რომ დაკლიკავთ და ინახავთ ჩამონათვალს. და იქ რა აპლიკაციას აირჩიოთ, მაგალითად, ამით შეგიძლიათ, რომ ჩართოთ თამაში, ამ აპლიკაცია აუდიოში აირჩიოთ ეს თამაში და OBS-ი ცალკე ჩაწერს, და ცალკე გამოიტანს ამ თამაშის ხმას. ესეთი ამბავი. მოკლედ, პრინციპში ეს კიდე ცალკე რა და როგორ გამოიყენოთ, მე კიდე მაგას მივყვებით. იგივე გვაქვს აუდიო ინპუტი, ეს არის უკვე მიკროფონი რომ დავამატოთ. ცალკე რამოდენიმე მიკროფონის დამატების მომენტში გჭირდებათ, აი ესე დავამატოთ სხვადასხვა მიკროფონები. შემდეგ გვაქვს აუდიო კაპჩერი, ეს უკვე რაც გამოდის ხმა, ისინი რომ დავამატოთ, ანუ headset-ი, რაღაცა დინამიკი და მსგავსი რაღაცეები. შემდეგ მივყვებით ბრაუზერი.
ეს არის ფუნქცია, სადაც შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა ლინკები, ანუ მაგალითად დონაცია რო ჩანს ხოლმე გინახავს სტრიმზე, ან რაღაცა დონაციის მიზნები და მსგავსი რაღაცები, აი ამით ყენდება ეს ყველაფერი, ლინკს რო გაძლევენ, ამ ლინკს აქ ჩააგდებ, ან თუნდაც შეგვიძლია აქ დავაყენოთ აი ესეთი რაღაცა, უბრალოდ რო არც ლინკებსაც კი არ მომწევს youtube.com-ი რო აუკრიფოთ შეულებრივ, აქ უწევთ რა გაფართოებაში იყოს და ოკეის გავუშვებთ და ჩაგვირთება YouTube-ი. მოგეთ აი ესე შეგვიძლია ნებისმიერ ლინკი ბრაუზერშიაც ხდება, Chrome-ში, ну, ჩვეულ ბრაუზერებშიაც ხდება, ის გამოვიტანოთ აქ გამოსახულებად სახით. ფილტრები არ გვინდა, კიდე ცალკე ამბავი არის. შემდეგი, გვაქვს display capture-ის უბრალოდ ეკრანი გამოაქვს, აი ესე გამოაქვს ჩვენი ეკრანი, აი იქით მე ჩემი მეორე ეკრანი, სადაც ახლა ვიწერ ამ ყველაფერს. მოგეთ აქ ირჩევთ დაბლა რომელი ეკრანი გიდათ გამოვყენოთ, ორი ეკრანი გაქვს. ოკეი და всё, ეკრანი გამოსული არის. ესეთი ამბავია. ნუ რო ჩაიწეროთ ეკრანი, თუ ეკრანი შეაწერა გინდათ. პირდაპირ ეკრანზეაც ხდება, ყველაფერი ჩაიწერს მანდ. ანუ თუ შენ ხედავ ეკრანზე, ესე იგი იქაც არის თუ ეკრანი გაქვს არჩეული. შემდეგ game capture-ი, ეს არის კონკრეტულად თამაშების ასარჩევად. ხშირ შემთხვევაში ხან არ მუშაობს ხოლმე, ხან ისე ყველა თამაშს ხანერად პოულობს ხოლმე, ხან მუშაობს მარტო პირველს დააჭერ full screen-ზე რაც თამაში დაინახავ, შეიძლება ვერ დაინახოს, აქ შეიძლება მეორეს არჩევა დაგჭირდეს და მე რეგზებნა თამაშის. მოკეთ ესეთი არც ისე მარტივი რაღაცა არის, მოკეს აი მიკლიკება, მოკლება გჭირდება ხოლმე, მაგრამ ერთხელო მიაკლიკა უშიო, ანუ მოგორებული გაქვს საქმე. მაგრამ მე პირადად game capture-ს დიდად არ ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ დიდად არაფერს ვლის, მივალთ იქამდე სადაც ვიყენებ. შემდეგ აქვს image-ი, ანუ აქ შეგვიძლია ოკეი, ის მიცეთ და აქედან ჩავსვათ ნებისმიერი სურათი, რომ გამოვიტანოთ ამ ჩვენ შავ ფონზე რაიმე სურათი. აქ ასევე ნახეთ თვალები გვაქვს. ანუ რა გამოჩნდეს, რა არ გამოჩნდეს, ეგ ამბავ აი დისპლეი რო გამოვიტანე, შეიძლება ჩავაქრო, რო არ ჩანდეს, როცა არ მინდა რომ ჩანდეს. აი ეს აქვე მიქნება, რო არ წავშალო და მე ახლა ვამატო. უბრალოდ ჩავაქრობ, ჯერ არ მინდა ჩანდეს, ჩავთავ. ეგ ვარიანტია. შემდეგ რა გვაქვს, მივყვეთ ისე image slide-ი არის, slideshow იყოს მისი სურათების, ერთი სურათი, მეორე სურათი ისე გადავიდეს. გავსკიპოთ, ეგ media source-ი არის საინტერესო რამე. აქ არის თუ image-ი ვამატებთ სურათებს, იმით media source-ით ვამატებთ ვიდეოებს და მუსიკები არ მიცემა, მოკეთ ვიდეოები შეგვიძლია ჩავაგდოთ და ვიდეო გამოიტანოთ რამე პირდაპირ ამ გამოსახულებაზე, ავი დისთვის ან რეაქციისთვის ან გავს რაღაცის მე მაგალითად აი აქ არ ჩანს რეაქცია გადავიდეთ. აი აქ მაგ media source-ად გამოყენებული მუსიკა, აი მუსიკას ახლა რო ჩავთავ, აი აქ ახლა მუსიკას გესმით თქვენ, ეს არის ახლა ჩართული რა. აი აქაც ჩანს რომ ჩართულია ეს მუსიკის თემა media source-ის და ეს მუსიკა მოკეთ უკრავს ისე რომ მე არ მისმის. და აქ მე გვაქვს ასევე ფუნქცია loop-ის, ანუ მეორდება რა, როცა მორჩება ეს მუსიკა. რამოდენიმე მუსიკა მაქვს გაერთიანებული, ანუ ერთი მუსიკა რო მეორდება, რამოდენიმე მუსიკა ჩაგდებული დაბალ ხმაზე და ყოველ ჯერზე ესე მეორდება ესე მიიყენებ მე ამ media source-ში, თქვენ შეგიძლიათ ამ ვიდეო ჩაგდოთ, ამ თქვენ შეგიძლიათ მუსიკა ჩაგდოთ გავსი ამბები. კიდევ რა გვაქვს აქ ჩვენ? ისე ვაკიდან გავხიდოთ. ეს იგი media source-ი გაქვს სცენები არის რომ აქაც რაღაცა სცენას უყურებდით. ანუ მაგალითად ამ სცენაზე დავაყენე რეაქის სცენა, რეაქტის სცენა, ანუ აი ამ რეაქტის სცენაზე ხა მე რაღაც გავუშვა, აი ეს მაგალითად აქაც გამოჩნდება რეაქტის სცენაზე რა ხდება. აი ეს ამბავი ჩდება ამ სცენებით. შემდეგ გვაქვს ტექსტი რო გამოვიტანოთ გამოსახულება. აი ესეთი, დაბეს დავწერთ, გამოვიდა. მაგ ცალკე რაღაც ედიტები გვაქვს ტექსტის. ცალკე საკითხი არის კიდე. შემდეგი გვაქვს video capture device. აი ესეთი რამე. აქ შევაყენოთ ჩვენ კამერას, ეხლა რადგანაც ჩართული მაქვს ვიდეოში. თუ სადმე გაქვთ კამერა ჩართული, აქ ვერ დაინახავს კამერას. ყველგან უნდა გათიშოთ კამერა, თუ სადმე არის, სადმე რომელიმე პროგრამა თუ იყენებს იმ მომენტში და შემდეგ აქ უკვე ჩაერთვება კამერა. მაგალითად ეხლა იმ OBS სადაც ვიდეოს იწერე, გავთიშავ კამერას და აქ რო დავაჭერ, აქ ჩაერთვება კამერა. აი ესეთი ამბავი. აქ გავთიშავთ, ეხლა აქ გამოვშეთ, აქ ჩაერთვება. და აქ სხვანაირი იყო, იმიტომ რომ აქ ეხლა სადაც ვიდეოს ვიწერდა მთელი ამბები, აქ კიდე საკე ფილტრები მიყენე კამერას და მაგ ფილტრებს ეს გადავიგებ ვიდეოს მომავალში რა ფილტრები არის, როგორ კეთდება ეს კამერის ფილტრები და მთელი ამბები დავივლი მაგ ყველაფერს, მაგრამ რასაც მე ვიყენებ, მაგას გაჩვენებთ რა. შემდეგი რა გვაქვს კიდე ვიდეო capture-ის მერე მოდის, ну საბოლოო ფაქტიურად ის კი არა ვიდეო capture-ის მერე ხო window capture-ი.
აი ესეთი გენიალური რაღაცა გვაქვს. Window capture-ი იჭერს Windows-ებს, ანუ ეს OBS-ის Windows-ში რაც გვაქვს ჩართული, იმ Windows-ებს იჭერს. მაგალითად, თამაში თუ გვაქვს video mode-ზე გაშვებული, იმ Windows-ს დაინახავს რაღაც ბრაუზერი თუ არის, რამე პროგრამა თუ არის window mode-ზე, მაგალითად, ყველანი window mode-ზე გაშვებულ ამბავს ხედავს ეს ჩვენი window capture-ი. და ნუ მე პირადად ამას ვიყენებ ხოლმე თამაშების გადასაღებად, არაფერი პრობლემა არ გამჩენია, როცა ამას ვიყენებ. იქ game capture-შიც არის ხოლმე ასარჩევია იქ, რომ window capture-ზე გადართვი, ანუ ეს უკვე window mode-იან თამაშების ზევნაზე გადადიხარ. და ნუ ბოლო პრინციპში რაც ამ ad-ში გვაქვს, აი სიცარიელი გინახავ მე. არის გრუპი, ნუ ჯგუფი შექმნა, რაღაცა დავაწეროთ, მაგალითად ეს არის game რაღაც თამაშის ჯგუფი. არიო გეიმი გვაქვს რამე ვიფიქეს ხო. მოგეთ თამაშის ჯგუფში შეგვიძლია ჩავაგდოთ რაღაცა ჩვენი კამერა იყოს, ვიდეო კაპჩერი იყოს, რაღაც ის ტექსტი იყოს, ესე და როცა თამაშის ჯგუფს აი ესე გვექნება, ერთიანად შეგვიძლია ჯგუფი თლიანად დახუროთ, ჯგუფში რაც არის ყველაფერი დაიხურება რა, იმისთვის ვიყენებთ რომ გავაერთიანოთ რამოდენიმე სოურსები გავაერთიანოთ ერთმანეთში. მოგეთ ეს არის სოურსების ამბავი დაახლოებით გავიარეთ ამერუმე თუ დამატებითი რამე გაინტერესებს სოურსებზე ეკომენტარეთ გეტყვით მაგასაც. შემდეგ გადავდივართ აუდიოზე. აუდიოც ცალკე საკითხი არის, ვფიქრობ რომ მაგაზე კიდე ცალკე ვიდეო გავაკეთო აუდიოზე. ნუ აქ რა არის? დესკტოპ აუდიო არის ხმა რომელიც ჩვენ გვესმის, ანუ ყველანაირი ხმები რაც კომპიუტერში გადის ხოლმე, რაც აყენია Windows-ზე რომელსაც უნდა გავიდეს, ანუ default-ზე სადაც გადის ხმა, იქ ყველაფერი მოგეთ არის ამ ჩვენს desktop აუდიოში. შეგვიძლია ავირჩიოთ მაგალითად აქაც დაინახეთ properties-ში შევდივარ, შეგვიძლია ავირჩიოთო მარტო ამ headset-ზე რა ხმებიც მოდის, ისინი გამოვიდეს, ან ამ speaker-ზე რა ხმებიც მოდის, ისინი გამოვიდეს. ნუ ეხლა default-ზე მიყენია და რაც არის მოგეთ ყველანაირი ხმები აქ გამოდის. Mic aux-ი რაც გვაქვს, ეს არის ჩვენი ხმა, მიკროფონის ხმა. აქაც properties-ში შევდივართ, აქაც შეგვიძლია ავირჩიოთ რომელი მიკროფონია გავიდეს ხმა, თუ მიკროფონი შეერთებული გაქვს ხმა არ ჩანს, შეიძლება default-ი აყენია აქ და Windows-ში გადასასწორებელია შენი მიკროფონი default მიკროფონი იყოს და მოკეთ თუ გეზარები ესეთი შესვლა და ან არ იცი ან გეზარება და მთელი ამბები, აქვე შეგვიძლია შეცვალო რომელი მიკროფონია გავიდეს ხმა. ესეთი ვარიანტია. შემდეგ გვაქვს transition-ები, მოკეთ სცენებიდან გადასვლები, აი ესენი ნახე ანიმაციებისავით რო არის ჩაქრა ინთო, ეგეთი ამბები, მაგას მართავთ აქედან როგორი უნდა იყოს ეს ჩვენი გადასვლა. მაგალითად ამას თუ ძალიან დიდ ავწევ. აი ისიც. უფრო დიდხანს მომდება გადასვლა, ნახე როგორი ნელა გადავიდა. აი სცენის გადასვლის ანიმაციური ამბები არის ჩვენი აი ესნა fade გადასვლა, cut გადასვლა, აი ესე ხო გადასვლა fade გადასვლა ნელა რო გადაისეინო, გადმოისეინო, ეხლა ძალიან ჩქარზე მიყენია და გადასეინება არ ჩანდა. შემდეგ კონტროლები გვაქვს აქ, სტრიმის გასვლა, ვიდეო შეწერა, ვირტუალ კამერა, ნუ კამერად გამოყენება OBS-ის, ამას დააჭერთ და შემდეგ ნებისმიერ პროგრამაში დაინახავთ OBS ვირტუალ კამერას. და იქ უკვე სადაც კამერის გამოყენება გინდათ, იქ აირჩევთ OBS ვიდეო კამერას და აი აქ OBS-ში რაც გექნებათ გაშვებული, ის გამოჩნდება იქ კამერის სახით. აი კამერის სახით გამოიყენებთ მაგას. Studio mode გვაქვს, შემდეგი studio mode არის სტრიმინგისთვის. მარცხენა მხარეს ასაც გავაკეთებთ, აი აქ. ეს იქნება ჩვენ რასაც ხედავთ და მარჯვენა მხარეს არის ის ნაწილი, რასაც სტრიმზე ხედავთ. ანუ სტრიმის მომენტში თუ გვინდა რომ რაღაცა დავამატოთ სტრიმის გამოსახულებას, რაღაცა დავამატოთ და ფიქრობთ რომ სანამ იმ რაღაცას დავამატებთ, ანუ მაგალითად გვინდა რომ შევიდეთ ფოლდერებში, ნახოთ რაღაცა სურათი, ეს სურათი ვაჩვენოთ სტრიმზე და მსგავსი ამბები და ესეთ რაღაცები შეგიძლია ჩართო studio mode-ში, შეხვიდე ეს სურათი ჩართო და მერე transitions დააჭერ და გადმოვა პირდაპირ ის მომენტი რა. ანუ თუ არ გინდათ რომ სტრიმზე გამოჩნდეს მაგალითად თქვენ ფოლდერები და მსგავსი რაღაცეები, ჯერ მიხოთ ყველაფერს გააკეთებთ, მოვაწყობთ რა როგორც გინდათ, შემდეგ transitions დააჭერ და გამოჩნდება პირდაპირ სტრიმზე ის მომენტი კონკრეტულად დაცკინოთ. ანუ წინასწარ სანამ სტრიმზე გავა, იქამდე შეგიძლიათ შეცვალოთ რაღაც როგორც ებანები. ისეთი ამბავია. შემდეგ setting-ები, exit-ი გასაგებია გათიშვა და setting-ები. Setting-ებში მეორე საინტერესო ამბავი. მოდი უბრალოდ ელემენტარულად ავხსნათ, როგორ ჩავხტოთ ვიდეო, რა საერთოდ, ანუ გადავიღოთ ჩვენი პირველი ვიდეო OBS-ზე. ესეთი მარტივი ამბავი, შემდეგ უფრო დეტალურადაც შემოგთავაზეთ მაგას ვიდეოს და სტრიმინგის setting-ებზე. მოკეთ. პირველივე ვიწერთ და უცებ მინდა რომ გადავიღო რა. Output-ში შევდივართ. აქ Advanced-ის მაგრად simply გვეყენება. გადავერთოთ Advanced-ზე
recordings შევალ შემდეგ recording-ში აქ დავაკვირდებით რომ იყოს MKV რატო არის კარგი, იმიტომ რომ შუქი რო წავიდეს, ეს თქვენი ვიდეო გადარჩება. აი ამისთვისა MKV. დანარჩენი არ გადარჩება. ეგეთი ვარიანტი. მოკლედ MKV-ს იყენებთ თუ გინდათ რომ გადარჩეს თქვენი ჩანაწერი. პირველ რიგში უთითებთ სად გინდათ რომ მოხვდეს ეს თქვენი ჩაწერილი ფაილი. შემდეგ გვაქვს ვიდეო ენკოდერი, ვისაც ვიდეო კარტა გაქვთ NVIDIA-ს გამოჩნდება აი ესეთი H264-ის გირჩევთ გამოიყენოთ, იმიტომ რომ დიდად ხარისხს არ აკარგვინებს. მეორე არის თუ რაღაცა YouTube-ისთვის არ გინდა და უცებ მეგობარს გინდა გაუგზავნო ან რაღაცა ისეთისთვის, სადაც აი უცებ რო ატვირთო გინდა ფაილი ძალიან დიდი არ იყოს და მსგავსი რაღაცები, გამოიყენეთ აი ეს მეორე ვარიანტი HEVC, ანუ ამის დახმარებით უფრო პატარა ფაილს ჩაიწერს და უფრო რაღაც ისეთი, ანუ პატარა ფაილი იქნება მარტივად ატვირთოს გასი ამბები, უბრალოდ ხარისხში ოდნავ დანაკარგი იქნება. თან ხარისხიზე თუ არ ფიქრობთ და გასარგები ვიდეო იყოს და უცებ გასაგზავნი არის ეს ვარიანტი. ძალიან სასწაულ ხარისხი არ აფუჭებს, მაგრამ უბრალოდ აი რაღაცა კრთალი ვიდეოსავით არის, მე რას გამომისდი ეგრე მივიღე რამდენჯერაც წადე. მოკლედ H264 YouTube-ისთვის თუ გინდათ, აქ დანარჩენს არ ვცვლით, აუდიო ტრეკინგის დებაც კიდე ცალკე ამბავია, ერთიანი კონდით ყოველგვარი ჩართული. შემდეგ მოდის ენკოდერად ვიყენებ CBR-ს, აქ bitrate-ის ამბავი. ისევ და ისევ თუ არ გინდათ რამე სადმე დასადებად და ვაი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ და ხო და ეგეთი რაღაცეები და უბრალოდ რაღაცა გინდა ჩაწერო გავგზავნო აჩვენო, bitrate-ს ვაყენებთ სადღაც 5000, 6000, მოკლედ არის 10000-ები არ გინდათ რა, ანუ ეს 5000, 6000-ები რაღაცის ასახსენად, უბრალოდ გასაგზავნოთ სხვისთვის და საჩვენებლად საკმარისი არის. მაგრამ თუ YouTube-ზე ვაკეთებთ 20-25000-ში ვიმუშაოთ დაახლოებით, რომ რაღაცა ძალიან დიდი ხარისხი არ დაგვაკარგინოს YouTube-მა. დანარჩენი ესეთ ამბებს ვიყენებთ, აქ არის ჩვენი დატვირთვის თემა, slow good არც ეკაია medium-ზე დავაყენოთ, აქ high quality რა თქმა უნდა, ეს თემები, მოკლედ დანარჩენი ხედავთ როგორც მიყენია მთელი ამბავი. მოკლედ ეს არის უცებო ჩავწეროთ, კიდევ ვიდეოზე გადავიდეთ, აი აქ ესეც დამატებით მნიშვნელობა აქვს. თუ გვინდა 1080p ან Full HD იყოს 1920 1080, ანუ ესაც მიწერია მოკლედ ამას წერს ზევითაც და ქვევითაც. ახალ დაყენებულებს დაბლა 720 უწერია ხოლმე, როგორც მახსოვს. FPS-ი რამდენ FPS-ში გინდათ ვიდეო იყოს 30-60, ისევ და ისევ თუ არ აწვევით იმას რაღაცა ხარისხი რამე მაშინ 60 საკმარისი არის, ადამიანი გაიგებს, ეგეთი ვარიანტი არის. ნუ შემდეგ 4K-ები არის, რომ სხვადასხვა რაღაცები ვაკეთო სწრაფ-სწრაფად, ამასაც ვფიქრობ ცალკე ვიდეო უნდა დავუთმო, რა და როგორ შეიძლება მის გამოყენება, რაღაც 1 საათიან გამოგვიდეს. დანარჩენს ვსკიპავთ, იმიტომ რომ მე ვსკიპავ ხოლმე ისეთი არაფერი ხდება, რომ რაღაცა სასწაული შევქნათ. ნუ აი ჩემთან რა ხდება, დაგანახებთ, თუ ეს არ ხდება თქვენთან დაიმოხდეს ვარიანტი, მაგრამ ყველგან ის ხდება და აწარმოებული ვარ. შემდეგი ამბავი ისევ და ისევ მოდი აუდიოს დავუბრუნდეთ, ესეთი პრობლემა შეიძლება იყოს თქვენთან, აუდიოზე Advanced Audio-ს დავაკლიკავთ და აქ შეიძლება აი ეს 1 2 3 4 5-ები რო არის ჩართული, რომელიმე გათიშული იყოს, ყველა ჩართული დატოვეთ, თუ უბრალოდ არ იცით რას აკეთებს, თუ იცით რას აკეთებს, მაშინ ამ ვიდეოს რატო უყურეთ? ეგ ვარიანტია. მიხედე შესაძლოა წარმატებები, რაღაცი ვარიანტია მოკლედ. არის ასაკეთებს ჩართული დატოვე. რას გააკეთებს, მაგაზე ვიდეო შევწერ, იქნება მაგაზე ვიდეოც. მოკლედ ეს არის მარტივად OBS-ი, უცებ საერთოდ აზზე რო არ ვართ და გავიგოთ რა ხდება და ვიდეო პირველი ჩვენი ვიდეოს გადაღება შევცვალოთ. აი ეს არის OBS-ი. Start record დაჭერ, გათიშო start record-ით, ეგ ამბავია. მეტი დეტალები და მეტი ამბები შემდეგ ვიდეოებისთვის გადავდოთ. შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოებში. მე კომენტარით ამ განსაკუთრებული ტუტორიალით თუ ეცებთ. ნახვამდის.